ფლორიდა გვესმის ახლა ძალიან მოწყენილი ხარ. ხო, ჩვენც გვწყინს ჯექსონის გამო. გოგოებო, არ გესმით, ჯექსონი რატომ, ის რატომ? ისე გვიხაროდა რომ ერთმანეთი უნდა გვენახა ამ ზამთრის არდადეგებზე. ხო, ვეღარ ნახავთ ერთმანეთს ფლორიდა. არ უნდა გაპარულიყო, როცა იცოდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ხომ იცოდა რამდენი მონადირე დადიოდა. გოგოებო, წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად ცუდად ვარ. ხო, და ჩვენ ვფიქრობდით, რომ აღარ გწერდა, იმიტომ რომ შენი მიტოვება უნდოდა. ხო, მე კიდევ ვიცოდი, რომ რაღაც არასწორი იყო, ვიცოდი, რომ მიზეზი არსებობდა, რატომაც არ მწერდა. ფლორიდა, იქნებ დღეს ფართი მოვაწყოთ, გოგოები მხოლოდ, გახალისდები ცოტა. გავხალისდები რასთან დაკავშირებით, ჯექსონი რომ აღარ არის? ჯილ, გაგიჟდი, რას ფიქრობ საერთოდ? სხვათა შორის ელის მე ვცდილობ, რომ ფლორიდა გავამხიარულოს, შენ არ აკეთებ საერთოდ არაფერს. ბავშვებო, არაფერი არ გამახარებს და არაფერი არ გამამხიარულებს ახლა. უბრალოდ იმ ფაქტს უნდა შევეგუო, რომ ჯექსონი აღარასდროს აღარ იქნება. გამარჯობა გოგოებო, ფლორიდა, უკვე ყველაფერი ვიცი. მესმის რამდენად რთულია, მაგრამ უნდა მიიღო ეს ფაქტი. უნდა გააგრძელო ცხოვრება. ხომ, დედა, ზუსტად მაგას ვცდილობდი, მაგრამ ელისი მეჩხუბა ამის გამო. გოგოებო, გაჩერდით, ვიცი, რომ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. ფლორიდა, ხომ იცი ახალ სკოლაში რამდენ ბიჭს მოსწონ ხარ და თქვენც გოგოებო, ამიტომ დღეიდან ჩემი ინებართვა გაქვთ. შეგიძლიათ ურთიერთობები დაიწყოთ. მადლობა დედა, თითქოს შენი ინებართვა ძალიან გვჭირდებოდა. კარგი, ყველა მართალი ხართ, უნდა გავაგრძელო. ჯასტინი, აი ჩემი ახალი მიზანი ეგ არის, გვენი და სერენა უნდა გავაბრაზო და გავამწარო. ერთი წამით, ჯასტინთან უნდა იყო იმიტომ რომ ვიღაც გააბრაზო, თუ იმიტომ რომ მოგწონს ფლორიდა. რა თქმა უნდა, მოსწონს, უბრალოდ ჯექსონი იყო მათ შორის. ახლა აღარაფერი აჩერებს. კარგი, გოგოებო, თუ ფიქრობთ რომ ჯასტინი და ოლივერი საკმარისად კარგები არიან თქვენთვის, მიდით, მაგრამ თუ გაგაბრაზეს, მითხარით აუცილებლად ელის. შენ ვინმე მოგწონს? დედა, არ ვიცი, ჯერ არავის უკითხავს ჩემთვის არაფერი. ტრევისი მოსწონს, მაგრამ ის რაღაც უცნაურია. ხო, რას ეძახიან? სამუდამოდ მარტო ხელა თუ რაღაც. გოგოებო, ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ დედა თქვენს გავხართ. ამ სკოლის დედოფლები ხართ. ერთ დროს ბიჭები ჩემზეც გიждდებოდნენ, მაგრამ ახლა უკვე ეგ წარსულშია. დედა, შენ ყველაზე ლამაზი ხარ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. კარგი, ახლა რაღაცაზე უნდა ვისაუბროთ. კარგი გოგოებო, დაგელოდებით და ფლორიდა, გაიღიმე, ისევ ჯექსონის ბრალია, რომ ამ მონადირეებს გადაეყარა. გაიღიმე ფლორიდა. ხო, როგორც იტყვით გოგოებო, მაგრამ ყოველთვის ჩემს გულში იქნება. აქ მალე ჯასტინის ფოტო იქნება. ხო, მაგასაც ვნახავთ. ხო, ჯასტინ, რა შვები, დღეს ვარჯიშზე რატო არ იყავ? ვახ, ეს გოგოების თაყვანისცემა რამე ახალია, ამით ერთობი ხოლმე? არ შეეხო, ფლორიდა ყოველთვის ჩემ გვერდით უნდა იყოს. კარგი, დაწნარდი, ცუდ ხასიათზე რატო ხარ? და ვარჯიშზეც რატო არ იყავი, ცუდად ხო არ ხარ? არა, კარგად, უბრალოდ ხასიათზე არ ვიყავ. გონი ჩვენი ბიჭი ძალიან შეყვარებულია. ეგრე მეც მიყვარს სერენა, მაგრამ ასეთი რაღაცეები არ მემართება. არ ინერვიულო, ჩვენ და გოგოები რაღაცას ვიზამთ. შენ და ჯილი შეიძლება, მაგრამ ჩემ და ფლორიდას შორის არაფერი არ გამოვა, ჩემი და გვინის გამო. ისე მართალია, გვინი ყოველთვის შენ საქმეში ერევა, მიხარია რომ ეგეთი და არ მყავს. ჩემი სერენა, ნეტა ვიცოდე შენში რაც ხედავს, საერთოდ უკეთესიც ვარ. არ გინდა რომ ამაზე სერენას დაელაპარაკო. შენი აზრით ჯერ სერენასთან ამაზე არ მილაპარაკია, მაგრამ ხოლმე მეუბნება რომ ხუდი მოვიხადო და რაღაცეები. აზრი არ აქვს. თეო, არ გინდა რომ გაჩუმდე. მოკლედ რა ჯასტინ, არ დანებდე, სკოლაში თუ არ წამოხვალ, ფლორიდასაც ვერ ნახავ. ამაზე არ გიფიქრია? ხო, მართალია, წამო სკოლაში. კარგი, წავიდეთ. მაგრამ იმედია გვინი არაფერს არ მეტყვის, თორე პასუხს გავცემ. ისე მაგის დრო უკვე მოვიდა. მაგრამ იცოდე, სერენას არაფერი უთხრა, თორე მერე ჩემთან მოგიწევს. ხო, ფრთხილად იყავ, თორე თეო დაგარტყავს. ჯასტინ, შეხედე რეები უდევს. უბრალოდ შეყვარებულია. გვენი ყველაზე მაგარია. გვენ, ვიცით რომ ყველაზე მაგარი ხარ. ნუ ღარ აჭერ მაგ წერტილს. გვინ, ჯერ არ დანებდე, ფლორიდას მიუჩენთ თავის ადგილს. მაგას როგორ გავაკეთებთ? ერთი მისის უსტეც კი არ ვიცით. ხო და გავიგებთ, უკვე უნდა გაგეგო აქამდე. გვენ, ასეთი ადვილი არ არის. კარგი, და შენ რობერტ, ბიჭები რას ამბობენ მასზე? რავი, ჯასტინს ძალიან მოწონს. გაჩუმდი რობერტ, არ არსებობს. რანაირად მოსწონს ჯასტინს ის ლუზერი? ხო, უშნო ლუზერები. გოგოებო, ახლა დროს ვკარგავთ. თუ ასე გავაგრძელებთ, ფლორიდა ყველაზე პოპულარული გოგო გახდება სკოლაში და მისი დებიც მასთან ერთად. ღმერ თუ არა. რობერტ, შენ რა გინდა ვერ გავიგე? ამ მათი საიდუმლოები არ უნდა იცოდე, სულ ბიჭებთან ერთად ხარ. მგონი რობერტი ყველასთან კარგ ურთიერთობას ცდილობს.
რობერტ, მგონი დროა ბიჭებთან ურთიერთობა შეწყვიტო. და ფეხბურთზე რა უკნა? მომისმინე საყვარელო. გვინ, ვიცი რომ ჩემი შეყვარებული ხარ, მაგრამ პატარა ბიჭს არ მინდა რომ ეძახდე, უცნაურია. ადრე გიყვარდა რობერტ. კარგი, გაიგე რაც შეგიძლია ფლორიდაზე და მისდებზე. სულ ბიჭებთან ერთად რომ ხარ და თან ყველა ერთად მათთან ხართ. მე მათთან ერთად ისედაც არ ვარ ხოლმე, მხოლოდ ჯასტინთან და ოლივერთან. ჯასტინი რა სულელია ეს მობარბო გოგო როგორ მოეწონა. სერენა არა უშავს, მალე დაინახავს რომ არაფერი განსაკუთრებულია. მსგავს გოგოებს არაფრის შემოთავაზება არ შეუძლიათ. რობერტს არ შეუძლია არაფრის შემოთავაზება. გვინ, აღარ დაასრულებ. მაშინ რაღაც ინფორმაცია გაიგე. კარგი, ხო, ვიპოვი. აბა? აი თქვენი დავალება. მადლობა. და კოცნო. ხოლო შეგვიძლია გამოგიგზავნოთ. ბიჭებო, კიდევ საშინაო დავალება დაუწერეთ? კი. ვერ ხვდებით, გიყენებენ. და მე რა თანახმოვართ არ გვადარდებს. ასე მათთან ლაპარაკი შეგვიძლია. ხო, ისე არ დაგველაპარაკებიან, დავალება ერთადერთი გამოსავალია. ბიჭები მეც ვერ მომჩნევენ, მაგრამ არ ნიშნავს რომ უნდა გავეკიდო. მაგრამ არა უშავს, ერთ-ერთი მათგანი მალე ჩემი იქნება. ვინ? ლილი, მოიცა, შეყვარებული ყავს? ნათან, შეგიძლია დამშვიდდე, ჯერ არა, მაგრამ ძალიან მალე მოხდება. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა ჯასტინ. გვენი ცდილობს რომ ფლორიდა სისუსტე იპოვოს. არ გინდა რომ დაელაპარაკო? ხო, ისედაც ვაპირებდი. დრო მოვიდა ჯასტინ, გვენს ბევრი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. გვინი ყოველს რატო ეზიზღება? იმიტომ რომ წარმოუდგენელია და სახიფათო და სერენა ყველაფრის აკეთებს რომ გვინს თავი მოაწონოს და ამის გამო ჩემთანაც ვერ არის. გამარჯობა გოგოებო, ფლორიდაზე გაიგეთ? არა? ჯექსონი აღარ არის. რა? ხო, მონადირეს გადაეყარა, უფრო და უფრო საშიში ხდება ყველაფერი. მონადირეები კარგებს რატომ ერჩიან? ხო, ვანესა ფლორიდას შეყვარებული, გვენი მოეკლათ. ჯასტინი აქ არის, მისი და ვერ ვენდობით. მოიცა, ამზამს რა დავინახე? ამ ბოლო დროს კარენი ყოველთვის მე მიყურებს. და დორა თავისუფალი არასდროს არ არის, ყოველთვის სწავლობს. კარენი კიდე ყოველთვის თავისუფალია. ისე ეს ცოტა უცნაური მგონია, ურუსი და კარენი ერთად. არა, პირიქით, მაგარია. გოგოებო, გამარჯობა. ფლორიდა ძალიან მწუხვართ. მადლობა, ჩვენც. რა მოხდა? შენი საქმე არ არის, კარენ. გოგოებო, გამარჯობა. გამარჯობა ბიჭებო. ჯასტინ, მომისმინე, კიდევ გინდა რომ პაიმანზე დამპატიჟო? ყოჩახ ფლორიდა. ვა, ეს სწორად გავიგონე. რა თქმა უნდა მინდა, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. კარგი, მაშინ ხვალ წავიდეთ. 5-ზე ცალია? გონი მართლა სწორად გავიგონე. ყოველთვის. ტრევის და ოლივერ, არ გინდათ რომ ჩემი დები დაპატიჟოთ? რომ ისინიც გაერთონ სანამ მე არ ვიქნები. მე თანახმოვარ თუ ჯილის თანახმა? ტრევის? თუ ყველა თანახმა მეც თანახმოვარ. ორი წამი მოიცადეთ, მე რა გავაკეთო? მიდი და სერენა დაპატიჟე. სასაცილო არ არის. შვენიერი, მაშინ ხვალისთვის კარგად გამოვეწყობით და თქვენგანაც იმავეს ველოდებით. რა თქმა უნდა, იმედებს არ გაგიცნობთ. ვერ გავიგე აქ რა მოხდა. ფლორიდა და მისი დები ბიჭებთან ერთად აპირებენ გასვლას? მაგრამ ხომ ვუთხარი რომ ტრევისი მომწონს. მაშინ აქამდე უნდა გექნა მაგისთვის რამე. კარგი ბიჭებო, მოგვიანებით გნახავთ. შეხვედრამდე გველებო. გოგოებო, ხომ ვისაუბრეთ, ჩვენ ტრევისი და ურუსი მოგწონს. გითხარით რომ ტრევისი მომწონდა და მაინც იმ ბიჭს დასდევთ, რომელიც მე მომწონს? მე და ის მხოლოდ იმიტომ გავდივართ, რომ სხვა ყველა გადის. ტრევისმა გადაწყვიტოს ვინ მოსწონს, კარგით? გოგოებო, ამ სკოლაში ძალიან ბევრი საყვარელი ბიჭია, რა ხდება? ხო, ნამდვილად საყვარელი ბიჭები არიან, მაგრამ თქვენ ყველა დაიტაცეთ. ურუსთან არც გაბედოთ არაფერი, მეგობრები აღარ ვიქნებით. ხო, და ტრევის არც აკოცო, იცოდე გავიგებ. კარგი, არ ვაკოცებ, უბრალოდ სასეირნოდ გავდივართ. გოგოებო, თქვენთან კამათი არ გვინდა, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, თითქმის დები უკვე. საუკეთესო მეგობრები. ბიჭზე არ ვიჩხუბოთ, კარგი? იმ წამს, როცა ტრევისი შენ აგირჩევს, აი ვიჩხუბებთ. დამშვიდდი ნორა. არანაირი ჩხუბი არ იქნება. კარგი, ახლა უნდა წავიდეთ. კლასში გნახავთ. ტრევის თავს არ დავანებებ. ხედავთ ეს ახლები როგორები არიან სინამდვილეში, გითხარით რომ შეყვარებულებს მოგტაცებდნენ. გაგაფრთხილეთ უკვე. არ დამიჯერეთ, აი? ტრევის ვერავინ ვერ წამართმევს. კარგი, მათთან ჩხუბი არ არის საუკეთესო იდეა. მათ შევეკარით რომ გვენი დავამარცხოთ, ხომ გახსოვთ? რა? უი, წამომწდო. ამას ინანებთ, გვენს ვეტყვი ყველაფერს. ხო, რა თქმა უნდა ეტყვის. კარგი, საყვარელო სტუდენტებო, ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გავიგე რომ გვენი საუკეთესოა.
ამიტომ გისმენთ, უნდა ვიამაყო. გვენი საუკეთეს რა იყოთ, მარტო მე უნდა ვიყო ასეთი ხმამაღალი? გვინი ჯერ ამ ყველაფერს ვერ გაიგებდა. არ ვიცი გვინთან რა ხდება, მაგრამ გონი კარეს მართლა ძალიან მოწონხარ. ყოველთვის თვალებში მასტერდება. გვენ არაფერს ამბობს. ხედავ. გვინ ესენი ყველა გველები არიან. აბა გისმენთ ახსენით, რამე ეჭვები ხომ არ შეგეპარათ ჩემში? დაგავიწყდათ რა სახალისო იყო? თუ იმ ახლებმა დაგაბრმავეს. რაღაც საშიში და ბნელი არის მათში, როცა ცდილობენ რომ საყვარლები იყვნენ. მეგობრებო, ახლა ყველა გვინის წინააღმდეგი ხართ. გვენ, მე შენ წინააღმდეგ არ ვარ, შენთან ვარ. ყოჩაღლილი შენ ყველაზე ერთგული ხარ. გვენ, ვერ ხვდები? ადრე შენი გვეშინოდა და ახლა აღარ გვეშინია. ხო, არავის ეშინია შენი. ახლა ყველა მომაცი ხართ და აქამდე ჩემთან რომ დარბოდით? მეგობრებო, თქვენ მაინც რა დაგემართათ? ეს ისევ ისწორი გვინია, რომელიც ყოველთვის ყველაფერში გეხმარებოდათ. მაშინაც, როცა ამის საჭიროება არ იყო და შეგვეძლო ჩვენითაც მიგვეხედო, როგორც შენ ძმას ეუბნები რა უნდა გააკეთოს. კი, ვიცი თუ უფროსი ხარ, მაგრამ მე რა, არასდროს გავატიებ სერენას ჩემ წინააღმდეგ გამხედრებას. ვაუ, ყველა შეიცვალეთ მას შემდეგ, რაც ის ახლები მოვიდნენ. ყველას გაჩვენებთ, ყველას დაგიმტკიცებთ. რა უნდა დავამტკიცო? დაგიმტკიცებთ, რომ ისინი არ არიან საუკეთესოები. დარწმუნებული ვარ, იმიტომ დატოვეს ძველი სკოლა, რომ იკაბულინგებდნენ. და ახლა აქ რა, უნდათ რომ პოპულარულები იყვნენ? შენც კი, ჯასტინ, როგორ მოგეწონა ფლორიდა? მეგობრებო, მოდით ყველაფერი ისე დავუბრუნდოთ, როგორც ადრე იყო. თუ აუცილებლად თავიანთი ეშვები უნდა გაჩვენონ, რომ მიხვდეთ, რომ ბოროტები არიან. გონით თქვენ უბრალოდ თქვენი პოზიციის დათმობის გეშინიათ, რომ ყველაზე პოპულარულები აღარ იქნებით. გოგოებო, ყოველთვის ყველაფერში საუკეთესოები ვერ იქნებით, დრო იცვლება. დონ, მან რას აკეთებ? უბრალოდ ვუყურებ, ჩარევა არაფერში არ მინდა. სერენა, გთხოვ, ჩემთან ერთად იყავ. გვინ მოვკვეთავსი ძალა დაკარგა. აღარ არის საჭირო, რომ მას თავი მოაწონო. თეო, ხო, მოვდივარ, სერენა, იფიქრე. იქნებ მართლა თეოსთან ერთად ვიყო. ისეთივე სულელი გახდები, როგორც ის არის. ბავშვებო, მადლობა თქვენი კეთილი სიტყვებისთვის, მეც ძალიან ნაწყენი ვარ. რას ამბობენ? ძალიან წინთ, ხო, მეც მეწყინა ჯექსონის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები არასდროს ყოფილვართ. გოგოებო, გავიგე რომ კაილი ბრუნდება. რამე სიურპრიზი ხომ არ მოვუწყოთ, როცა დაბრუნდება მაშინ. კარგი, ახლა უნდა წავიდე. ნახვამდის ლაივში ისევ გავალ, როცა სახლში დავბრუნდები. კარგი გეგმა, ყველა ერთად რაღაც კექსი გავუკეთოთ. ხო, და ვახშამზე ბევრი სალაპარაკო გვაქვს. კარგი იდეაა, გოგოებო. ხო, და პომიდრის სუპიც გავაკეთოთ. დიდი ხანია არ გაგვიკეთებია. კარგი, ძალიან კარგი, ხვალ საღამოს ვახშამი 5 საათზე. მაგრამ დედა, პაემანი გვაქვს 5 საათზე. გრეის, რომ იცოდე, შენი გოგოები სხვის შეყვარებულებს დასდევენ. თქვენ ასწავლეთ ეს? ხო, ზედმეტად თავდაჯერებულები არიან, რატომღაც. შეგიძლია კუდი გაწიო. სად იყურები, ნერდო? მიეჩვიეთ, მათ გაიმარჯვეს, თქვენ წააგეთ. ასე მუშაობს ყველაფერი. რა პრობლემაა? ძალიან მალე მე გავიმარჯვებ. არა უშავს, მალე აუცილებლად წააგებენ. შეგიძლია ადგილი გამიცვალო, მეშინია. შეგიძლია უბრალოდ კუდს არ შეხედო. არ შემიძლია ვხედავ მაგის კაბიდან როგორ გამოდის. დედა, შეგიძლია ჩვენი თიამაყო, ხვალ სამივე სპაემანი გვაქვს. ჩემო სიყვარულებო. დედა, შეგიძლია ტანსაცმლის არჩევაში დაგვეხმარო. ჩემს გოგოებს შესანიშნავი გემონება აქვთ. დარწმუნებული ვარ, თქვენითაც გაართმევთ თავს. ფლორიდა, არ ფიქრობ, რომ დროა ეს სურათები ჩამოხსნა? დედა, ჯექსონი აღარ არის. მასზე კარგი მაინც გვემახსოვრება, რა? მხოლოდ ცუდ რაღაცებზე მეფიქრება, როგორი ხიფათიანი იყო. ხო, ჯექსონი ცუდი ბიჭი იყო, მაგრამ სახალისო. კარგით, ახლა ოთახში წავალ და მოვიშორებ ამ მაკიაჟს. კარგით. დედა, ყოველთვის ლამაზი ხარ. და ახალგაზრდა. ხო, დედა, თქვენი ულამაზესია. იამაყეთ. აბა გოგოებო, ახლა დავიძინოთ და ხვალ ავარჩიოთ ტანსაცმელი პაემნისთვის. ხო, ელის, შეგიძლია დღიური მომაწოდო. აი? ჯექსონზე უნდა დაწერო? დღიურო, გამარჯობა. მეათე დღე. დღეს ცუდი ამბავი გავიგე ჯექსონზე, მაგრამ როგორც დედა ამბობს, ცხოვრება გრძელდება. ხვალ მე და ჩემი დები პაემანზე მივდივართ. საინტერესო იქნება. ნახოთ რა მოხდება.